ევროკავშირის სამიტი ორი განცხადების მიღებით დასრულდა. თავდაცვის უნარიანობის შესახებ მისაღებ ზომებს ორგანიზაციის ყველა წევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. უკრაინის მხარდამჭერი დოკუმენტი კი სამიტის მონაწილეებმა 26 ქვეყნის სახელით მიიღეს. წინააღმდეგი იყო უნგრეთი. მიზეზები ვიქტორ ორბანმა თავად განმარტა. ევროკომისიის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა ევროპის და ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში უნდა იყოს. ტრამპის პოლიტიკა სწორია, ჩვენ უფრო მეტი უნდა დავხარჯოთ. პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ მეტი საკუთარი თავდაცვის უნარიანობის გასაზრდელად, ასევე ვინმე უნდა დააფინანსოს უკრაინული არმია, რაც ასევე დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. სამომავლოდ ჩვენ და ამერიკა არ ვართ ამის ნაწილი. ვინმე უნდა დააფინანსოს უკრაინა წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოინგრევა. ეს სამი პაკეტი ერთად ჩემი აზრით ძალიან ბევრია. მე ვფიქრობ, ევროპას ამდენი არ შეუძლია, უნგრეთს ნამდვილად არ შეუძლია. დამატებითი თანხები მხოლოდ თეორიაა, რადგან ჩვენ არ ვიცით თუ სადაა ფული. ძალიან დიდ ფულზეა ჯერ მხოლოდ საუბარი და წარმოუდგენელია მისი მობილიზაცია მოხდეს ევროპის არსებული ეკონომიკის პირობებში. მე ფრთხილი ვიქნებოდი ვალდებულებების ასაღებად, რადგან ჩვენ უბრალოდ გაგვიჭირდება დაფინანსება. იზოლაციაა უფრო რელევანტური ევროპისთვის. ევროკავშირმა საკუთარი თავის იზოლაცია მოახდინა ახლა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ევროპამ საკუთარი თავის იზოლაცია მოახდინა ჩინეთიდან და მოახდინა იზოლაცია რუსეთიდან სანქციების პოლიტიკის გამო. თუ ვინმე აქ არის იზოლირებულია ევროკავშირი. უნგრეთს აქვს სამივე მიმართულებით არაჩვეულებრივი დამოკიდებულება და არ არის საერთოდ იზოლირებული. ჩვენ გვაქვს საკონსულტაციო ეროვნული სქემა, რომელსაც რეგულარულად ვიყენებთ ხალხის აზრის გასაგებად და ვფიქრობთ ამ სქემის გამოყენებას. ვფიქრობ ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. უნდა ვიცოდეთ მოსახლეობის რა ნაწილია მზად საკუთარი ინტერესების შესწიროს უკრაინის მხარდაჭერას. რაც შეეხება ზელენსკისთან ურთიერთობას, ის უკრაინის პრეზიდენტია და მე პატივს ვცემ ყველა სუვერენული სახელმწიფოს ლიდერს. ის არის უკრაინის ლიდერი. ჩვენ ყველას გვსურს მშვიდობა სიძლიერით. ეს არის პრეზიდენტ ტრამპის ინტერესებშიც და თუ მას ამის მიღწევა სურს, მაშინ ეს შეუძლებელია მოხდეს ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოების გარეშე. წინაპირობები უნდა დაკმაყოფილდეს. უკრაინისთვის საუკეთესო უსაფრთხოების გარანტიები თავად არიან. ეს ომი ხომ მხოლოდ უკრაინის შესახებ არაა. აქ საუბარია საერთაშორისო კანონმდებლობის პატივისცემაზე, კანონზე დამყარებულ წესრიგზე, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე, დაცულ საზღვრებზე. ეს არის ფუნდამენტური ღირებულებები. ეს არის გლობალური საკითხი.